ესე იგი ირაკლი შეიძე შესაცოდაო სარეცხი გარეცხე ეხლა მას უნდა გაფენა გაფენა ყველა აქეთ იყურება რა უფეთურება რა არ შემილია გენასო გადი ეხლა ამ ხელა კაცი და გაფინე და მე ყველა დაიწყებენ ირაკლი შეიძემს გაფინა სარეცხი არა ასე არ შეიძლება ოხშალვოვნა შენ რა გითხარი რა როცა მჭირდები მაშინ არ ახარ რა თარსია ეს ხალხი რა როგორ მოახერხა ამ შუა ზამთარში გაცივება გამაგებინეთ რა როგორ არა მაგას ის დაემართა ის ანდაზაროა როგორ არისა ესაო ირაკლი გაიხსენე ხო ვინც დააცინის სხვასაო თუ როგორც არის აი ეგ დაემართა იმდენი მეძახა ქარი წაგიღებს და დაქარა ეხლა და იწვეს დაქარა რა უქნა ბიჭო კიდე აქეთ იყურებიან რა ესე იგი არა ისე ახლა რო გავიდე ვითომ და გავფინო ეს სარეცხი რა აი რა ჩემი სარეცხია გავრეცხე მარტო ვარ სახში ცოლი ამერიკაშია გავფინე მე რა მოდი ირაკლი ვიმსჯელოთ კი ბატონო ირაკლი მოვედი ვიმსჯელოთ აი ახლა შენ რო გასულიყავი აივანზე და დაგენახა რო ლაშა ტორონჯაძე ფენს სარეცხს ხო აი რა მე ხუთი ხუმრობა უკვე მომაფიქრდა თალაკენან სამს მამაღლა ვერ იტყვი არა რა არ უნდა დამინახოს არავინ ვინ ეს გაცილის ოხ შალვოვნა ყლაპე ხლა ეგ ანტიბიოტიკები გამარჯობა ირაკლი. დღეს მივდივარ ავეჯის ხელოსანთან. ხოდა შენი საძინების ავეჯი მაინტერესებს. რა მოგივიდა, რა ხდება? მე მოგიყვები, კაცო, როგორია? ირაკლი, მაინტერესებს, როგორია შენი საძინებლის აი თაროები, მთელი ავეჯი, აი სახელ როგორა ყველაფერი მასალა. ხოდა გახსოვს შენ რო ამბობდი გუშინ წინ? ირაკლი შეიძესო როგორი ნიჭი დააფერთხა ბუნება მოე გადმოცემისო მოყოლისო ხო და მე მოგიყვები როგორია არა გეხვეწები რა ეხლა ამდენი დრო რა მაქვს გეხვეწები ძალიან მეჩქარება რა უნდა ვნახოს სასწრაფოდ ავეჯის ხელოსანი მელოდება ვაიმე რა კარგი ავეჯია რა კარგი თაროები მშვენიერი კარადა ხო ეს მასალა ძალიან მომწონს ალბათ ასეთ მასალას გავაკეთებინებ ჩვენი ხელოსნების ამბავი არის ირაკლი ცოტა ესენი თუ არ დააჩქარე ხო იცი ცოტა მოტანას დააჩქარებენ მე ცოტა დამზადებას და ასე გავა მთელი დრო და მთელი ცხოვრება ის სარეცხი შენ გარეცხე არა აბა ეხა შენ როგორ წარმოგიდგენია რომ მე ასე სახში მივადექი და სარეცხი ვრეცხი ასე მიცნობ კეთუსი რა ვიცი მაგრამ არაფერი შალვოვნაა მოსული და შალვოვნამ გარეცხა აი მე ცისანადეიდა მოსული ვაიმე სად არის აბაზანაში ვაიმე უნდა ვნა შეუვარდი ახლა ქალს მაპანდი დაწესია ეს ახლა აბაზანაში ადამიანი ხო კარგი მე ხა მეჩქარება წავედი გავიქეც მოიცა ერთი წუთი მოიცა ერთი ცისანადეიდა მე ჩვენთან ჩამოდით ხო კეთევანია ჩამოვალო აბა სულ აქ ვარ ვიქნებიო ძალიან მომენა ტრაკონციკო გენაცალი ესე იგი ირაკლი ჩხეიძე შესაძოდაო შენ ხო არ იცი რა შარში გაყავი თავი რა აჰა ენე ირაკლი შენ ხა აქ მოდიოდი ჩემთან ხო ალბათ დილი და არა მოდიოდი მაგრამ ქვემოთ შემხვდა ქეთევაი და რას მეუბნება ცისანადეიდა არის ირაკლის და ისე გამიხარდა ვიფიქრე გავახარებ ცისანადეიდას ნახავ მოვიკითხავ რა ეს ირაკლი ეს ხო ეგა სამბა მე ხო ცეკვამ გამიტაცა ამ ბოლო დროს და ამით უფრო კარგად გამომდის სამბა რა არის არაფერიც არ არის დიახ ცისანაო დიახ სამბა აჰა და ცისანადეიდა სად არის აივანზეა არა აი გაიხედე აბა აივანზეა წავიდა ცისანადეიდა ოე ხო იცი რა ცეცხლი მყავს უცებ მოვიდა ცეცხლებით ჰოპ გარეცხა ყველაფერი გავა და წავიდა
ვერ მოუსწარეთ ყველა მოვედი. აბა, მაგრამ შენ მაგაზე არ ინერვიულო, ანუ შენ ვიცი ხა გეჩქარება შეხვედრა გექნება საელჩოში, საკონსულოში. აი მე მოიცა, უნდა მოგიყო, რა დღეს კატები დაგნუდებია ირაკლი. უნდა მოგიყო, ირაკლი, არ შემიძლია. რა უნდა მომიყო? ეხოიტები დაჭიქი, იცი რა შარში ვარ. ვაიმე, დაწვრილებით მომიყევი. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. ეხა მომისმინე ირაკლი. ჩემი UNGF-ი ხო იცი არა? ხო და ირაკლი, ამ წლის ბიუჯეტი ბოლომდე ვერ ავითვისეთ, წარმოგიდგენია. აბა, და ხა იცი რაშია საქმე ირაკლი? ეს UGU-ში? არა, კაცო, ბიუჯეტი, ეხლა მთლიანი თანხა, რამენაირად უნდა დავხარჯო ახალ წლამდე და გადავირი, აღარ ვიცი რა. მოიცა, ესე იგი რა ფული გაქვს დასახარჯი და ეგ არის შენი პრობლემა? ირაკლი, შენ არ გესმის ეგ რა სერიოზული პრობლემა. ნუ საიდან მე ხა ეხა მომისმინე, ეხა რა არის? ირაკლი, ეს ფული ხო დოლარებშია რა. მე დოლარის კურსმა რო აიწია, ეს ფული გაბევრდა ირაკლი, გესმის შედა. ყველაფერი ხო ჩემ წინააღმდეგ არის საწავი ხო ეხლა აღარ ვიცი. მე რა მაინტერესებს იცი? იმ შენ UG-ზუგი ბიზნესში. UNGF. არ იმახსოვრებ, ნუ აი, კი ბატონო, დავიმახსოვრე აგერ UG. იქ მე რა მაინტერესებს? ავეჯი არ გჭირდებათ? ავეჯი? მე რეგიონებში კი მჭირდება. აი, მე ახლა გაეკიდე, ქეთევანი წავიდა ავეჯი უნდა შეუკვეთოს დაამზადებინოს. ისეთ საოფისეს სარეგიონოს ამზადებენ, თურმე იქ ავეჯი. ვაიმე რა მითხარი. რაჭკვიანი ადამიანი ხარი რა. ბრძენი. რა кай მქენი რა შემოვიარე, კიდე მოვალ აუცილებლად. კინაცელი, მოდი. არა ეს ხა როგორმე უნდა ხრადღეში სანამ კიდე ვიღაცა მოვიდა. შენ გაიხარე ირაკლი რა. შენი ჭირი მე ირაკლი, რატო? რატო და? დღეს დილიდან ქეთევანმა აიჩემა რომ ავეჯის ხელოსანთან წამომწევიო. ხო და მე კიდე ვასიკო და ბიჭები მელოდებიან სახინკლეში და ვერ მივდიოდი. ახლა ანანო ჩამოვიდა და უთხრა რომ მე წამოვყვებიო და მე წავალ სახინკლეში ირაკლი. აი? შენ გაიხარე? მეც გავიხარე, პირდები სულ გახარებული ვივლი, კარგად ბრძანდებოდით. არა, ირაკლი, მარტო კი არ გაიხარო. აბა? შენთან ერთად გავიხარო. კი, მაგრამ მე სხვა რამეს გეუბნები, დამაცადე ახლა. მითხრა, თანკარისკენ ვიაროთ არა? კი, ბატონო, ვიაროთ. რა პრობლემაა? ირაკლი. ხო და ის სახინკლე არის შენ სამსახურში და სამსახურში ხომ მიდიხარ? ხო და გამოვყვები მეც მაგიტომ მოვა. არ მივდივარ მე სამსახურში. სხვა მხარეს მივდივარ. სად მიდიხარ ახლა სხვა მხარეს? სულ სხვა მხარეს მივდივარ. სად? სულ სხვა მხარეს. შორს. სად მიდიხარ? რუსთავში მივდივარ მე. ბაში რუსთავიდან და არა ხო პრინციპი ჩემი წავალ ბაში. კარგი ირაკლი. მაგრამ გავიხარო. გაიხარე. კი ბატონო. გაიფპირდები და მაგარი ამბავი. სულ გახარებული გინაცალის. ეს ერთი გავფინე. ასეთი პოლიტიკი გავფინე მე. მარიკა რო ჩამოვა, სულ ორი რაღაც მექნება გასაფენი. მაგრამ ვინ გაცლის? ან გაფენვას ვინ გაცლის? ან მოხსნას ვინ გაცლის? დიახ. ირაკლი, მეც წამოვალ რა რუსთავში. როგორ გეკადრება? ლაშე შემხვდა კიბეებზე და იმან მითხრა რომ ირაკლი მიდის რუსთავშიო. მე ხო ჩემ მანქანა გავყიდე. ხო, სადაზღვევოს ხო გამოვართვი მთლიანად ფული მანქანის. ხო, გაკეთებას მთლიანი, ანუ ახალი ვიყიდო, ხო ჯობია. ხო და წამოვალ რუსთავში დამეხმარე რა ამარჩი. თამარჩი, იცი რა არის? აი შენი გამკვირვებია რა. ეს ლაშა რაც გაიცანი შენ და რაც გავიცანი, მე მთელი ცხოვრება მაიმუნობს და არ უჯერებ ხოლმე შენთან. რაღა დღეს დაუჯერე, სად რუსთავში მივდივარ კაცი. აი მე რა ვერ დაჭკვიანდა ის კიდე რა. რა ვიცი.
აუ არა და ნიკაც არ არის თბილისში. სად არის ბატონი ნიკა? ტრეინინგებზეა წასული. ხო. რას ვარჯიშობთ, რას ტრეინინგობთ? არა, ვარსკვლავებს უმატებენ. ხო. რა ვარსკვლავებს უმატებენ? ხო, ესე, აქეთ ერთი ვარსკვლავი, აქეთ მეორე ვარსკვლავი. ოჰო, პოლკოვნიკი ხდება ბიჭი. ხო, აბარა. მე და იცი როგორ ვნერვიულობ, აი სკოლაში ორგანიზატორად რომ ირჩევდნენ, იგივე ემოცია მაქვს ახლაც, ძალიან ვნერვიულობ ნიკაზე. ორგანიზატორად. ხო, ესე ირჩევდნენ. უკაცრავად. თამარჩიკ, უპასუხეთ ხო? ალო? ხო დათო? მე არ და ჯიპის ყიდვა აღარ მინდა, სედანი ხო არ ჯობია. ვინ ყავს სახში? ვინ ამოვიყვანე? როგორ არ მოგბეზდა ეს ამდენი წელი ერთ და იგივე ზღვრობა? თამარია, ხო? ვაიმე გენაცვალე და ელაპარაკე რა არ შემიძლია. ხო. დათო, როგორ ახარ? კარგად, მეც კარგად. ხო. რა? ვინ შენი მეგობარი ყიდის? მართლა? ვა, რა კარგია. შეხვეწები მობილურზე დაგირეკოს და ისე ელაპარაკე, მაგვიანდება რა. დათო, დაგირეკავ ცოტა ხანში. შენ რაღაცა ისე იქცევ, მე მგონი მართლა ვიღაც გყავს. მიდი შეამოწმე. ხო, მე ვიცი რასაც იზა. მიდი. აჰა, გასაფენი მაინც დარჩა. მე ვიცი რა უნდა. ასე გაუფინე. მაგრამ მაინც რა დღეში ხარ შესაძლოა ირაკლი ჩხეიძე. ეს მარიკა კიდე წავიდა იქ, რაინაღლება ნიუ-იორკშია. მე აქ ვარ მარტო, წყდები წელში. გამოდი ჩუმათი გავე. რომ მიდიხარ სამსახურში და ტოვებს ახს უყურადღებოდ. ვიღაც კაცი აივანზე. ას მიყურებ, იპარავდა სარეცხს ვიღაც კაცი. აი ეგეთი სათვალე ეკეთა. კარგი, სანდრო, მე ვიყავი ის კაცი, აი. მე ვიყავი გასული, კაცო. შენ იყავი ირაკლი? ირაკლი. მე რა ამხელა პროფესორი კაცი სარეცხს რატო იპარავ? მასწავლებს ვიყავ, სანდრო. ესე იგი ვიჯექი სამსახურში, რა? ხო და თამარი მეუბნება რომ კაცო ირაკლიო წავიდაო სამსახურშიო. ხო და მე საქმე არ მქონდა ფანჯდა მიყურებოდა გამოვიხედე რომ აივანზე ვიღაც კაცი იპარავდა სარეცხს. კარგი. გამოვხანდი ირაკლი. ამის და გული შეგეცელი, შევხედე, გენაცელი, მე ვიყავი დაწვარდი დამშვიდდი. არავინ არ ფტარიპარავდა. კაი, ისე პრინციპში მე საქმე არ მაქვს და წამოვждდები ცოტა ხანი ვიქენდი. სად დაჯდები? კაცო, შენ მეგობარს ჭირდება შენი დახმარება. ვის? თამარს გლობს. კი, შენი დახმარება. მანქანა უნდა ამარჩევინოსო სანდროვო, ევროპაში ნაცხოვრები კაცი ხარ, იცი რა მანქანა როგორ არის. მე იურისტი კაცი ხარ, მანქანის გადაფორმებაში ჭირდები და მე მთხოვა გადაეციო და გელოდება. აბა მიდი გავიქცეთ. ხო, ისე პრინციპში რატო არ მითხრა თვითონი რა? ხო იცი როგორი მორიდებული იყო. ამდენი ხანია ისტორიაში. ზედმეტი სიტყვა მაქალისგან გაგიგია. აბა ეხა თუ მეგობარს არ გამოუდგაო და გამოუდგა, გაუდექი, მიდი. გაუდექი. კიდე აღარ მოიპარო. აღარ მოვიპარავ, არა, ვაიმე, ერთი ომი გადავიტანე ამ სარეცხის გაფენაზე რა. მე მგონი ვერავინ ვერ დამინახა, ვერავინ ვერ გაიგებს. თუ რა თქმა უნდა ეს ჭკვიანი სარეცხი მანქანა არ ეტყვის ვინმე. ოთოს ნაჩუქარი ტელეფონი დადიხარ? ეს ხო, ჩემსაც რაღაც დაემართა, ვერ მივხვდი რა და დროებით მაქვს. რა მოხდა მერე? არაფერი ისე უბრალოდ. ხო, რა ვიცი, ტელეფონიო და რა ხდება ბარში? ბიჭი იყო მოსული. ნატა სად არის? სომალე მოვაო, გელოდებოდა და წავიდა. მართლა?
ვინ იყო? ოთო იყო? არა, დისტრიბუტორი. უკაცრავად. გისმენთ? ათვარიან თორ დავხურდა. აი, დიდი მადლობა. არაფრის. ნატა, მე მგონი შენ ოთოს ელოდები. საიდან მოიტანე რა ოთოს ელოდები? აბა რანაირად გიციმციმებს თვალები? რანაირად მიციმციმებს თვალები? კარისკენ. და თუნდაც ველოდებოდე, ხ მე რა? ადამიანია. ადამიანი ელოდება ადამიანს ადამიანურად. ხო და ორი დღეა უბრალოდ არ გამოჩენილა არც და ურეკავს არც SMS-ი მოუწერი არც MMS-ი და ვაიმე რა მე მგონი რაღაც გრანდიოზულს გიმზადებს რა გრანდიოზულს იცი რა მე თეო მითხარი რა გეხვეწები რა მე მგონი შენքან დაკებას აკეთებს ორი დღე საერთოდ არ გინახავს კი სიზმარში ვნახე მართლა გეხვეწები მომიყევი რა არაფერი ისეთი ნუგოციკ იყო და კაი ბოლოს რა მოგწერა ბოლოს მომწერა ღამის 6-ის ნახევარზე ნეტა ეხლა ალაბამაში ვიყო შენთან ერთადო მზის ჩასვლის როა ეხლა იქ და ერთად ვიყურებდითო მერე მომწერა 1 საათში ეხლა იუტაშიაო მზის ჩასვლის რო და ნეტა ეხლა იქ ვიყოთ ერთად და ერთად ვიყურებდითო მზის ჩასვლას 1 საათში კი უწევდა კალიფორნია მაგრამ არაფერი აღარ მოუწერია ნატა ეხლა რო გიყურებ და გისმენ, იცი რას ვფიქრო? რას? მე მგონი ორმხრივია თქვენი გრძნობა. მოიცადე რა თეო რა. ხო, გეუბნები ორმხრივია. რას ლაპარაკობ? ნატა, შენც უნდა აჩუქო საჩუქრები. საჩუქარია, რა ვაჩუქო? ჭუიალა ჰალსტუხი. ან ზღვის ლომი. ვის რანაირია რა? რაღაცაირია. ვერ გაიგებ რა, როდის მოვა რა, ხანდახან დღეში ორჯერ მოდის ხოლმე და ზოგჯერ ესე დაიკარგება ხოლმე დიდხანს და აი ავტობუსის გაჩერებებზე რო ტაბლოა, ხო იცი? აი ეგეთი დავაყენოთ აქ და დაეწერება ხოლმე. ოთო მოვა 16 წუთში. ოთო მოვა 2 დღეში. დაიწყე ხა თეოსი. წამოდი ისეთ რაღაცები უნდა მოგიყვე შენ, წამოდი. მოდი შემოდი. აი აქ მუშაობს სერგო. სად არის ნეტა ჩემი ავეჯი სად დააწყო, ა? როგორ მაინტერესებს როგორი გამოვიდა. ალბათ აქეთ დაალაგა. გამარჯობა. გამარჯობა სერგო. აბა სად არის ჩემი ავეჯი? ავეჯი ჯერ არ არის მზად. ვერ გავიგე? არ არის მზად ჯერ. გავიგე. ხო, კაი. სერგო, მე რამდენად გეუბნები, რომ ძალიან მეჩქარება, ძალიან მჭირდება ჩემი ავეჯი. ალბათო, მეც მე რამდენად გიხსნით, რომ მანქანა დამეჯახა. ავარიაში მოვყევი და ვერ დავამთავრე. და გამაგებინე, მე რამდენად დაგარტყა ამ მანქანამ. პირველად, შეგვეთა რომ მომეცით. იმ დღისით მე ვიჯექი საჭესთან. მეორედ, რომ გამომწერეს და ჩემს მეგობარს მივყავდი სახლში, მაშინ. აი მესამედ კიდევ რომ გამომწერეს და ფეხით წავედი სახლში, მაშინ. ვაი, და საერთოდ არ დაშავდი და ეგეთ გამოიყურებით ვატნა სერგო. ერთი წუთით ანანო რა. და ის სად არის, რო ამბობდა ოქროს ხელები მაქვსო? შმაგი? ჰა, შმაგი ქვია მაგას? იცით, მაგან ხელი მოიტეხა. ვაი, ოქროს ხელი. დედარას ლაპარაკო. რაღაცნაირი დათარსული სასტავი ვართ ქალბატონო. აი მე ესვის გადავეყარე, ა? დედა, შენც არ დაგთარსო კეთევან. ნარი ნერვიულოდ. ვეცდებით მაქსიმალურად სწრაფად დავამთავროთ თქვენი ავეჯი და მოგიტანოთ სახლში. აჰა, გასაგებია. ეხლა თუ შეიძლება ბატონო სერგო, ხო? ჰა, მე ჩვენ რა ვიცით რომ მაგავეჯს ამ ფეხი არ მოტყდება, ან სახელური არ ჩამოვარდება, ან რამეს არ დაეჯახება. ხარისხის გარანტიას გაძლევთ. ანუ რას ამბობთ, რამდენ დღეში იქნება მზად? 5-8 დღეში. აჰა.
უფრო ზუსტად? უფრო ზუსტად 5 დღეში, პლუს მინუს 3. ცუდია, იცით, აი ამდენ ხანს რომ უნდების დამზადებას ეს ძალიან თორე იცი რა ვიფიქრე ქეთევან. შეუყვეთავდი ჩემი იმისთვის, ოფისისთვისაც, საოფისე ავეჯთან ბერს შეუყვეთავდი. უკაცრავად ქალბატონო. კი ბატონო, მოგძანდით. ქალბატონო, საოჯახო ავეჯი სჭირდება დიდი დრო, თორემ საოფისეს ერთ დღეში ვაკეთებ ჩვენ. დიდი მადლობა. მაშინ დასაწყისისათვის 10 საოფისე მაგიდას შეგიყვეთავთ დასაწყისისათვის. კი ბატონო, 10 თუ შეგვიკვეთავთ, მაშინ დაგიკლებ. ვაიმე გეხვეწები, არა დაკლება არ გამაგონოთ რა. ყველა სათითაოდ შეუყვეთავ, ოღონდ დაკლებას არ ვილაპარაკოთ საერთოდ. კარგით. კარგი? როგორც გინდათ. დღესვე შევუდგებ მუშაობას. დღეს როგორ? ქეთევან, მოიცეთ? დღესვე ვერ შევდგებით. დღეს ქეთევანის კარადას დავთავრებთ, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს შეკვეთას ვერ. კარგით, კარგით, როგორც გინდათ. დღეს დავამთავრებ და საღამოს მოგიტანთ სახლში. ძალიან კარგი, ეს დღეს საღამოს ჩემი ავეჯი უკვე ჩემთან იქნება. იმედია საღამომდე არაფერი დაგემართებათ. მე რა გავდეთ რა მარტოს ქეთევას სამჯერ დამარტყა მანქანა. თქვენ კი არ გეწყვიტეთ მადმოზელო, თქვენზე კი არა. ესა სერგო ერთი შემომხედი. ეს რა მასალაა? ეს ხე არის. რა ხეა? ხე? ხე, რა ვიცი. მოიცა, აბა როგორ გავიგო ახლა? დაველო თუ რას მოისხავს? ნატა რაო? ფასდაკლებაო. ეგ ფასდაკლების მესიჯები კარგად გადაამოწმე, შეიძლება 2000 მოწერილი დაგხვდეს. რა 2000 მოწერილი? რა ვიცი, ეგეთ მესიჯებს არ გიგზავნდა ხოლმე. ჩემი წვენი რა. დაჯექი მოგიტანა. არა მეჩქარება დროზე მეტი. თამა როგორ ხარ? კარგად. სირაცა სხვანაირი ხარ, რა გჭირს? რანაირი? სხვანაირი. არაფერი არ ხდება, უბრალოდ ისე მიციმციმებს. ჩვენ ცივის მოატყუე. აი ამას. რა? ნატა როგორ არის? კარგად, სანდრო, შენ? რანაირად გიციმციმებს თვალები? რანაირად მიციმციმებს თვალები? აი ესე, დღის განათება როა, რომ უნდა გადაიწვას და რო ციმციმებს. თამარ, მოვედი, აქა ვარ, რაც გინდა მთხოვე. ხმალით შენი იყოს და კისერიც. რა უნდა თქვა სანდრო? ირაკლი მითხრა რომ ისო რაღაც საქმე აქვს რუსთავში საყევი მანქანა აყიდინეო. აღარ მჭირდება სანდრო, დათომ დამირეკა. დათომ დაგირეკა გითხრა აღარ იყიდეო მანქანაო? არა რა, აღარ იყიდო, დათომ დამირეკა რო. ხო და აბა რა გინდა მაშინ, წავიდეთ რუსთავში. ვაიმე არ მინდა რუსთავში შენი გამოყოლა, დათოს მეგობარი დღეს მოდის ბათუმიდან თბილისში. მისმინე ხა ის რომ ბათუმიდან თბილისში ჩამოვა, მე თქვენ რომ რუსთავში წახვათ, აქ ვარ და წავიდეთ რუსთავში. ვაიმე დამამთავრებინე ახლა რასაც გიყვები და გაიგებ. დათომ დამირეკა ჩემი მეგობარი ყიდის მანქანასო. ხო და დღეს მოდის ბათუმიდან თბილისშიო. მივეც ირაკლის მისამართი, მოვა მანდ და ადგილზე ნახეთ მანქანაო. ისე შენ დარწმუნებული ხარ რომ ის თბილისში ჩამოვა და არა ხელვაჩაურში? და ხელვაჩაურში. გახსოვს იუზას სხვა რო იგაგზავნა ხელვაჩაურში. გადავისხი რა, კარგი რა. რა ჭირს ამას? რა ჭირს და შენ და ნიკას წყალი გადაესხა. ეგას ნიშნავს. რა ვიცი, დილიდან ესე სულის კოკობობს. გამარჯობა. როგორ ახარ? უხასიათოდ ქალბატონო თამარ. თეო, ნატა არ არის? პირიქით. როგორ ხარ? წამოდი დავსხდეთ. ყავა ხო არ გინდა წყალი ან წვენი? არა, ნატა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მინდა დაგელაპარაკო. გისმენათო. მოკლედ. ძალიან ბევრი ვიფიქრე. ნუგოს მეხმარებოდა. ხოდა ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება და შენკენ გამოვეშურე. მითხარი, ოთო, მითხარი. ნატა იცი, ჩემ გულში ერთი სიყვარულის ადგილია. ბევრი მეგობრობის. ხოდა იმ პატარა მეტი ჩარამ, რომელიც ჩემ გულში ადგილებს ანაწილებს, შენთვის მეგობრობის უბანში უმაღლესი ადგილი გამოიმეტა. ვერ გავიგეოთო? ვიმეგობროთო? მართალია ნატა.
ვიმეგობროთო ოთომ. ახლა კი წავალ, შენ ფიქრებთან მარტო დაგტოვებ. ულმობელია ეს ცხოვრება. ვერაკი. ავი. თამარ, ნახე, აგე? აღარ ციმციმებს. გადაიწვა. რეცხავ და რეცხავ მთელი დღე რეცხავ. რეცხავ. როგორ არის მე რეგაც? აჰა, ირაკლი ჩხეიძე. ეს კი გააშრე, მაგრამ მთელი სიამოვნება წინ გაქვს. ეს უნდა დააუთავო ყველაფერი. მაგრამ ვინ გაცლის? ოხ, შალოვნა, იწექი ახლა და ყალაპე ის ტაბლეტები. ხო, რა კარგია, სერგო, ესე იგი 5 წუთში აქ იქნებით, ხო? დიდი მადლობა, სერგო. ანდანო, სერგო, იგო 5 წუთში მოვიტან თქვენ სამეჯს. ხო, გითხრა, ხო მომეხმარები, ავეჯი უნდა მომატანინო, გემუდარები რა. აბარასვიზა. ირაკლი. მე შენ მოგიტანე საჩუქარი. ირმები კიდე? არა, ირმები, ირაკლი, ნახე როგორ გაგიხარდეს. საყვა. გიხდება მაგარია როგორ გიხდება ის ეხლა უკეთ იცეკვე ფეგრო გეხდება ვიცეკვე როგორ გეკადრება მე სამსახურში არ მივდივარ რუსთავში მივდივარო კარგი ერთი რა როდის დასწრება კითხო დაგი რა მოდი აქ შენ დადექი მოდი დადექი ხო რუსთავი და მოხვედი ეხლა შენ აბა რუსთავში არ მივდივარო აბა სამსახურში მივდივარო ხო რა საკანცარებ ხო რუსთავში იყავი შენ და აჰა გეუბნები აბა არ მივდივარ რუსთავში რა არის შენ როდის დასერიოზულდები მე რა დავსე მე კი არა მე როდის დასერიოზულდებ რა სადაგიკეთებია რა არის ეს რა თამარ რო გირეკავს დათო რატო არ პასუხობ დაელაპარაკე რა დაი ხო დათო რა მართლა ვაიმე მე რომ მანქანა უნდა ვიყიდო აქ მოდი ვაიმე აუ და მაინტერესებს თავი როგორ უნდა გაიგროს რომელი მანქანა რა მანქანა მომეცი კაცო მომეცი მე დაველაპარაკე მომეცი რა დაიბნა ეხლა ვეღარ ლაპარაკობს ოდელა ალო ხო დათო რომელი რა მითხარი ნომერი მითხარი რომელია რომ შავი მანქანა ეს დიდი შავი მანქანა ეხლა რომ შემოუხვია ეგ არის ხო აუ აი ნახე რა წიდან მე მგონი ძალიან კარგია ხო და მოიც ერთი ბოლომდე გამოჩდეს აბა რა მანქანა ფორდი რა ფორდი სხვა ნიშანი არა აქვს ეს ჯვარს გავს ვა თამარ კატაფალკა იყიდე აი მე დათო არ ვიცი რა კარგი დათო კარგი რა გინდა რა ირაკლი რაო დათო დათო ბრავო და აუცილებლად უნდა აიღოს თამარმა ეს მანქანაო გადასწარევი მანქანა ამ მანქანასო ესე იგი სათადარიგო ბორბალიო ყვავილები და ბევრი ხალხი მოყვება უკან აი ხო ეხლა რა გინდა შენიერი მანქანა იქნება ეხლა ამასთან გარბენით პატარა იქნება რა ეკნება სულ ეხლა სასაფლაო სახლი ეხლა შემოხედე მეცინება ო რა სერჩი მართალი ყოფილა დათო ხო თქვა მაგ მანქანას ბევრი ხალხი მისტირისო აი მე თამარ მეც მომიგდა ძალიან სასაცილო რაღაცა ყვავილებთან დაკავშირებით მაგრამ რაღაცა ძლივს შევრიგდით და აღარ გვინდა ხო კაი ეს რა ქვია იცი რა თამარჩიკ რა თქვა იცი კიდე მხატვარმა რომ ძალიან ხო უთხარიო თამარჩიკასო რომ დროზე გადაწყვიტოსო არა აქვს ამ კაცს ამდენი დრო ვერ დაელოდებაო გასვენებაში ეჩქარა შენი გადაფალკა რა ხალხი მას ეჯახება მანქან ხო ვაიმე დაიჯა დედა ვაიმე ბიჭო რა დაარ მე უყურებ და კაცო ის კიდე იმ ხელა მანქანით ტელეფონია შენი ტელეფონია მოიცა ჩემი ტელეფონი ეკავს ბიჭო რაში მუთა სერგო ხო ხო მოიტანეთ ჩემი ავეჯი სერგო ვაიმე სერგო ვინ რა გეტევა ავარიაში მოყევით და ჩემი ავეჯი დაიმტრა დაგსვა შავი კატაფალკა დაგეჯახათ
მე დაურეკავ. ვაიმე. გაჩერდი მომეცი, ტელეფონი მომეცი. აჰა. რა ექიმი, რა კლინიკის ფლობელი. გამოსულიყავე რა მეზღვაური რა. ნახე მიდის გემია, კაცშვილი არ არის. წყნარა ზღვაში ვიქნებოდი, არც კარი მექნებოდა, არაფერი, მინდა გარეცხე, გინდა მუსიკას მოусმინე, რაც გინდა. არა, მეზღვაური. დამანებე თავი ერთ შეიჭირე. ღია ეკარი, ღია. ან რა აზრი აქვს რომ ჩავკეტო საერთოდ? ღია. მომდა. ირაკლი. ეს შენია, ხო? ხო, შესაიდან. ჩემ ხელოსანს ეცვა ზაურს ეს. აივანზე ვიპოვეო და. ეთყობა ქარმა ჩამოაგდო. რას ლაპარაკ? ქარმა ჩამოაგდო. გარეცხილი იყო? კი, აქ იყო გაფენილი და ეთყობა ქარმა დაუბერა და ჩამოაგდო. ვინ გარეცხა? შალვოვნამ კაცო მოსული იყო შალვოვნა და გაფენით ვინ? შალვოვნამ, ვინ არ შალვოვნამ ხო, შევაგდებ და მოვალე. კარგი რა ირაკლი. კარგი რა არის ბიჭო. ვიცი რომ ეხლა შენ გარეცხე და ვიცი რომ შენ გაფინე ეხლა. კარგი, ას მატყუებ თუ რა მოხდა მერე რა არის? ვის არ გაურეცხავს და ვის არ გაუფენიას არეცხი. რა ის არის. ხო არა ლაშა. აბა რა ირაკლი რა. ყოველ დღე რეცხავს და ფენს სარეცხს ქეთევან. ამაი. მიდი ერთი რა. არა, მეზღვაური უნდა იყო კაცი, აბა რა. აბა რა კაცი.